გადაცემის სპონსორია Village 11. ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენი კანისთვის. Village 11. კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. მოგესალმებით ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძვირფასო მეგობრებო. ცოტა მძიმე თემით მინდა დავიწყო დღევანდელი ჩვენი გადაცემა მთელი შემოქმედებითი ჯგუფის სახელით მინდა მიუსამძიმრო რეჟიმის პატიმრის ონისეს ხადაძის ოჯახს ონისეს მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ასევე სოლიდარობას უცხადებ ონისესთან ერთად დაკავებულ ყველა პატიმარს ძვირფასო ტელემაყურებლებო მალე გათავისუფლებას უსურვებ მათ. ალბათ გაგიკვირდება ცოტა უჩვეულოდ დაიწყო ჩემი გადაცემა ვანო შოუს ყოველთვის იწყებს ხოლმე ბენდი ესე ბენდით შემოვდივარ და ასე შემდეგ სამწუხაროდ შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო დროებით ბენდის გარეშე გავა ეთერში ვანო შოუ იმედი გვაქვს რომ რა ვიცი ძალიან მალე კვლავ ბენდთან ერთად მოგესალმებით ხოლმე იმიტომ რომ რა ვქნათ სხვანაირად ფინანსური სხვანაირად არ შეგვიძლია ფინანსური კრიზისი ყველას ეხება ხოლმე როცა ესეთ არხებზე მუშაობენ ადამიანები. ძალიან მიხარია რომ ქართული ბიზნესი ყოველთვის უყურებს ჩვენს გადაცემას და სულ რომ ხვდებიან ხოლმე ყოველთვის მეუბნებიან რომ გიჟდებიან ამ გადაცემაზე. დიდი მადლობა ასეთი თანადგომისთვის. ამ ძიმე შესავლით ვიწყებ მონოლოგს ძვირფასო ტელემაყურებელს, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ოპოზიციურ არხებზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაში არიან ყოფილი ჩინოვნიკები. რატომ? იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის საკუთარი გუნდის წევრებში, ჩინოვნიკებში და მათთან დაკავშირებულ ბიზნესებში ეძებენ დაკარგულ მილიონებს. სულ მოიცა? რაღაცა სუნთქვის ხმა აღარ მესმის. არადა წინა კვირამდე მესმოდა როგორ თავისუფლად სუნთქავდა ბიზნესი. ამ კვირაში რა ეტაკა, რა მოხდა? რატო ქოშინებს? რატო ქოშინებს? თავარი ეს ქოშინი ხლოტინში არ გადაიზარდოს. თავარი ეს არის. ივანიშვილის საკუთარი ქონების გადასარჩენად რაღაცა ტრუკებს მიმართავს, ესე იგი თურმე მთელი თავისი ქონება, ნოდარის ქონდა სიუჟეტში სხვათა შორის, ჩაუდებს ქართულ ბანკში. დააყადაღა და იპოტეკური სესხი გამოიტანა თავისი ბანკიდან. თუ ვერ გადაიხადა, ეს ბანკი იძულებული იქნება ქონება ჩამოართვას და გადავიდეს ბანკის სახელზე. ანუ ბიძინამ თავის თავს წაართვას ქონება და გადავა ისევ თავის თავზე. აი ასეთი პრიმიტიული სქემით უნდა რომ ჭკუით აჯობოს ევროპულ სანქციებს და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს. გენიალური სქემა აქვს მოფიქრებული. უჭკვიანესი კაცია, ესეთი დიდებული სქემა რანაირად მოიფიქრა. მე არ ვიცი. მე კი მარტივად მივხვდი, მაგრამ არ ამგონია ევროპა და ამერიკა მივხვდეს ახლა აი ამ სქემას, მე ასე ვფიქრობ. ბიძინა ივანიშვილი გაღიზიანებულია დამატებით იმითაც, რომ გახარია ვერ დაიჭირა. 2 დღის წინ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დისტანციურად ჩაერთო წულუკიანის საგამოძიებო კომისიას. ამ პროცესს რა ერქვა, მე არ ვიცი. გამიჭირდება სახელის დარქმევა, მაგრამ მე განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ერთი ეპიზოდი, მოდით ნახოთ ეს მომენტი. ონლაინ ხარ. გონია რომ შორს ხარ. და დგახარ ახლა და გონია რომ ბლატაობ, ხო? ცოტა გააკონტროლე თავი. ალოდა სერიოზულად იკაცა. გახარია იქ რომ ჯდარიყო პადლეტსაც ასხებდა ეს. სულ პარლამენტარი კი არ ყოფილა. სერიოზული ცხოვრება აქვს გამოვლილი ალოდას. იმინა გიჟი ყოფილა ტიპი, გიჟი. მაგრამ სამართლიანი, გახარიას ადგილას ალუდას მოვერიდებოდი. ალუდა კომისიის ხდომაზეა ესე მშვიდით და წყნარით, თორე თელუბანს აზანზარებდა. ქუჩაში იცი რას ეძახდნენ? ღუდუ მალადოის. ეს ღუდუშაური ცოტა აჭრილია. ძველი ბიჭობა უნდა, მაგრამ თან საგამოძიებო კომისიაშიც უნდა. თუ ძველი ბიჭი ხარ, რას იძიებ, ჩემი ძმა? ვერ ვიგებთ.
ან კამერებთან რატო ზიხარ, რა ხდება, რა ხდება, გვიღებენ თუ რა არის, რა შეესაქმე. მოკლედ, ვინც ამ სხდომას უყურა, ნამდვილად ვერ გაიგებდა პარლამენტარები ისხდნენ იქ თუ ძველი ბიჭები. ნუ შემდეგ სხდომაზე კარგი იქნება კისერში სველ ბენდენებს თუ ჩაიფენთ. აქ და ისე დასხდები და საერთოდ დაარქვან ამ კომისიას საგამოძიებო სხოტკა, რა ვიცი, რაღაცა ესეთი. გადავიდეთ შემდეგ თემაზე, რამდენიმე დღის წინ ქართული ოცნება დიდ საერთაშორისო სკანდალში გაეხვა, ვნახოთ ინფორმაცია. ბოჭორიშვილის მოადგილემ ირანს ისრაელის რეჟიმის თავდასხმის მსხვერპლთა გამო სოლიდარობა გამოუცხადა. ესე იგი, როგორც ირკვევა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა ირანის საელჩოში და მან ოფიციალურად წერილი დააფიქსირა სოლიდარობა და სამძიმარი გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით. ისრაელის საელჩო აღშფოთდა ამაზე და აღშფოთება გამოხატა. დიდი მადლობა ისრაელის საელჩოს, რომ მხოლოდ შეშფოთებით შემოიფარგლა და 2B2 ბომბდამშენი არ გამოგზავნა ბუნკერ გამტარი ბომბებით. გადამრევთ თქვენ, თვითონ ირანი გლოვობს ვიწრო წრეში და თქვენმა მთავრობამ რატო გაიშალეთ თმები ერთი გამაგებინე. მე მგონი მხოლოდ საელჩოში მისვლა და სოლიდარობის დაფიქსირება არ კმარა. შეიძლება უფრო გაამძაფრონ. პარლამენტთან დაუშვან სახელმწიფო დროშები და თბილისის ანძა გაანათეთ გამდიდრებული ურანის ფერებით. ძალიან კარგი იქნება ეს. საერთოდ კავკასიის რეგიონში დიდი ცვლილებები ხდება, აზერბაიჯანში და სომხეთში დაერივნენ ყველა პრორუსულ აქტივს და პარტია იჭერენ. უკვე ყველა ცდილობს გავიდეს რუსულის აი ამ საშინელი გავლენიდან. მარტო ჩვენ ვრჩებით რეგიონში რუსეთის მოტრფიალე. ერთი სიტყვით ყველა მოძებნა გზა როგორ უნდა გაიხარონ, მარტო ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას ლპობის პროცესში. ვლპებით, ოღონდ ღირსებით. ღირსებით, თვითონ მეგობრებო, ეს არ უნდა გამოგჩეს, ეს უნდა ჩააქცევთ. ისრაელთან, ამერიკასთან და დასავლეთთან ხო გაგვიფუჭდა ურთიერთობა სამაგიეროდ, საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩნდა ახალი პარტნიორი. ნახოთ სასიხარულო ინფორმაცია, აი ბედნიერესი. მაკა ბოჭორიშვილი ტიმურ ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ერთი რაც მიხარია, ის არის რომ როგორც იქნა ტიმურ ლესტესთან ურთიერთობები ლაგდება ძვირფასო მეგობრებო. ვიღას უნდა ექშენი ევროპა და ამერიკა, აგერ მშვენიერი ანგელოზივით ქვეყნებია. ტიმურ ლესტე, ბურუნდი, მოზამბიკი, რომელი ერთი. ვიმოგზაუროთ, წავიდეთ, დავმეგობრდეთ ყველანი ერთად. დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭებამ რა შედეგები გამოიღო, ამაზე ძალიან მოკლე პასუხს გაგვცემს ირაკლი კობახიძე. ვნახოთ მისი კომენტარი. ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში შესასვლელად ვიზის აღება დამჭირდა. წარმოგიდგინეთ, ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპაში წასასვლელად ვიზა დასჭირდა. მალე ამას 5 კილო ბარგსაც არ აატანინებენ თვითმფრინავში და ბორცზე შეიძლება საჭმელიც კი არ აჭამონ. ხო იცი, ბაი ფასიანი ეგ საჭზოგი ფული უნდა გადაიხადო, ხო იცი, იაფი ფრენები რო ხო იცი რაღაც. და სულ მალე შეიძლება ასეთი ინფორმაციაც მოვისმინოთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის ქვეყნებში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში გაჰყვება ცეკვის ანსამბლს მედოლეთ, ძვირფასო მეგობრებო. ნუ რა ვქნათ, ესეთი ამბები გვაქვს, რა ვქნათ. კი ვიცით, მაგრამ არ არის ფლაცასაცილო. ირაკლი კობახიძეს დასავლეთი არ აღიარებს და არ ცნობს, თორემ საკუთარ პარლამენტში საკუთარი პარტიის დეპუტატები ხელის გულზე ატარებდნენ. და სულის შემძვრელ ქათინაურებს ეუბნებოდნენ წინაკვირას. მოდით ნახოთ ირაკლი კობახიძის პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატების ქება დიდების კოლაჟი. ეს კოლაჟი გავაკეთეთ ეს. მადლობით დავიწყებ ბატონო პრემიერო. თქვენ ხართ ახალი საქართველოს, ახალი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მესაძირკველი. დიდ მადლობას გადაგიხდით ყველაფრისთვის, თქვენც და ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც. საქართველო არის მშვიდობის კუნძული და ამ ყველაფერში თქვენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვთ განსაკუთრებული როლი. პიროვნება, რომელმაც მშვიდობა შევინარჩუნა ამ ქვეყანას. ბუნებრივია აქ მადლობა თამამად უნდა ვთქვათ. მე კითხვა არ მაქვს, მაგრამ აუცილებლად მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ტრიბუნალთან იდგა დახვეწილი პოლიტიკოსი, მისმა ყოველმა სიტყვამ გაიარა მსმენელის გულში. აი ხო ყველა კარგი იყო, მაგრამ ლადო კახაძე მაინც სულ სხვა, ძვირფასო მეგობრებო. ლადომ ყველას გაჯობათ.
მისმა ყოველმა სიტყვამ გაიარა მსმენელის გულშიო. ანუ ირაკლი კობახიძის ყოველმა სიტყვამ გაიარა მსმენელის გულში. სულ მინდა რომ ლადო კახაძე გიტარაზე უკრავდეს ხოლმე. რომ აი ამ დიდებული სიტყვების წარმოთქმის შემდეგ იღებდეს გიტარას და უმღეროდეს პრემიერს. წარმოთქმული ჩვენს გულში ხანჯლად გაგიტარები. აი ამას მღეროდეს ბოლოს. ლადო კახაძეს ახლა პირადად არ ვიცნობ, მაგრამ როგორი კაცი მგონია, იცით, აი როგორ აგიხწეროთ, აი გადაკოცნის დროს რომ მართლა რო კოცნიან. აი უბრალოდ ლოყაზე მოგადებს და ესეთ კაცანის ხმა რო ისმის კოცნის, აი მართლა რო კოცნის რა, აი რაღაცა აი გადაგეხოვა და ესეთ ხმა რო ისმის ლოყის. აი ეგეთი კაცი მგონია რაღაცნაირად ეს ლადო კახაძე. ხო არის რომ გადაკოცნას უბრალოდ მიადე, მაგრამ აი ესეთი ხმას რო გაბოცებს, აი ესე მგონია. ასეთი არაფერი მინახავს კომუნისტური პარტიის დროს არ ყოფილა ასეთი ქება. ერთი ორმა ისე შეაქო, შემდეგ სავარძელში გადაწოდა სიგარეტს გაუკიდა ეს. ქართულმა აუცილებლად ამ დღეს ამ უზღვავი კომპლიმენტებით საფუძველი ჩაუყარა მლიქვნელობის ახალ მიმდინარეობას, ეს არის მლიქვნელობითი რომანტიზმი, ესე დავარქვით. მოდი, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი რომანტიკაა ჩადებული შიგნით. მოკლედ, თხევადი ვაზელინივით იღვრებოდა კომპლიმენტები დარბაზში. ბოლოს ერთმანეთის კომპლიმენტებზე ფეხი უცურდებოდათ და ეცემოდნენ პარლამენტარები. ამ ყველაფრის შემდეგ ევროპა გურყვნისო, ჩვენ გვეუნებიან და რა ვიცი, რაღაც საშინელებებს უსმენთ. ირაკლი კობახიძის პარლამენტში ანგარიში წარსგენის შემდეგ დეპუტატებს არანაირი შენიშვნა არ ჰქონიათ მათ საკუთარი პრემიერის მუშაობაში. ერთადერთი საოცარი ინიციატივა გააჟღერა ამიერკავკასიაში უძლიერესმა პოლიტიკოსმა ნინო წილოსანმა. ნახოთ რა თქვა, რას თხოვს პრემიერს. შეგვიძლია რაიმე შევთავაზოთ ოჯახებს, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა გაუმჯობესდეს. რა ვიცი, ნინო, შენ რას ფიქრობ, რა შეიძლება რომ შევთავაზოთ? აი რა შევთავაზოთ? მოდი, აი რა შევთავაზოთ? მოდი ერთად ვიფიქროთ. აი რა შეიძლება ამ დემოგრაფიული პრობლემის მოხსნას. მოდი, აი დავჯდეთ და ვიფიქროთ, რა შეიძლება შევთავაზოთ. რა შეიძლება? ალბათ კანონში მოდი ცვლილებები ხوار შევიტანოთ ისეთი, რომ ჩაიწეროს ეს, რომ ყველა საძინებელს ჰქონდეს საკეტი. ან სავალდებულო გახდეს საძინებლის ხმის იზოლაციის გაკეთება, აი რაღაც ესეთი. აი, უკეთესკეთე. მოდი გამოვყოთ ჯგუფები. აი სახელმწიფომ დააფინანსოს ეს ჯგუფი, რომლებიც ცოლ-ქმრის გარდა ოჯახებში დანარჩენ წევრებს გაასეირნებენ 2 საათით. აი ეს ჯგუფები რო გამოვყოთ, რომ განვარიდოთ დანარჩენი ხალხი მწყვილს, ასე დემოგრაფიულად შეიძლება. ისე რაღაც არის მართლა მოსაფიქრებელი, მართლა სექსუალური ურთიერთობები იქნებ როგორმე წავახალისოთ, ნინო, აი ესეთი რაღაცა, ან რაიმე სუბსიდირება ხوار მოვიფიქროთ, რამე მედიკამენტებით ხوار დავეხმაროთ მამაკაცებს. ცოტა ავაფორიაკოთ კაცებიც ახლა და აუთრთოლოთ და ავუფანცქვალოთ გულები ამ ჩვენს კაცებს ცოტა. რა არის ახლა იცი ნინო, ჩემი აზრით ადამიანებს ოჯახების სარჩენი პირობები უნდა შესთავაზო. თორემ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხერხი მე-7 კლასის ბიოლოგიის წიგნშიც კარგად წერია და კარგად არის ახსნილი იქაც და საერთოდ არ არის საჭირო. რა თუ და ამ საკითხს ამდენი მსჯელობა და ფიქრი რა ზოგადად. ქართული ოცნება ხალხს მაინც ცხოველებად აღვიქვავს და ბარებ რომ შეგვაჯვაროთ აი ესე პირდაპირ ერთმანეთი რა მოიყო ის რომ მოყავთ ხოლმე ისე რაღაცა მოგვიფიქრეთ. გადავდივართ უმძიმეს თემაზე, ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი ძვირფასო ტელემაყურებელს თუ ამ მის თქმა მე ჩემს გადაცემაში მომიწევდა. მაგრამ რას ვიზავთ? ძიმე თემაა, ძალიან ძიმე გადასატანია ეს ამბავი, მაგრამ ასე პირდაპირ მაინც ვერ გეტყვით, მოდით ინფორმაციას გაჩვენებთ და ერთად გავეცნოთ. განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე გადადგა.
ეს იყო ჩემთვის უდიდესი შოკი ძვირფასო მეგობრებო. დღემდე ვერ გამოვდივარ აი ამ ემოციებიდან. ამ ხელა მაღალი დონის გაურკვეველი ადამიანი მართავდა ამ ხელა სამინისტროს და ისიც გადადგა. თან ისე უაცრად გადადგა, რომ ხალხმა დაგუგლვაც ვერ მოვასწარით, ვინ გადადგა რო გაგვიგო. ალექსანდრე წყურას ისტორიაში შევა როგორც ადამიანი, რომელიც ხალხმა გაიცნო გადადგომის შემდეგ. რა უცნაურია. იმდენად არავინ იცნობდა ამ განათლების მინისტრს, რომ ახლა აპირებენ ცეკვაი ვარსკვლავებში მიაღებინონ მონაწილეობა. ხო, მან ხო რეალურად უცნობ ვარსკვლავებზე ეგ პროექტი დაფუძნებული. იმიტომ იქ ხო ვარსკვლავი კი არის, მაგრამ არავინ არ ვიცნობთ, ესეთი ვარსკვლავები ყავთ და მაგრამ ნუ რა ვიცი, შეიძლება იმუშაოს მაგ პროექტში კარგად, მაგრამ ვინ არიშიც მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ იქ ფიზიკურად ვერ გამოიცნობდნენ. ნიღბამდე რომ არიცი ვინ არის და ნიღბის მოხსნის შემდეგ რომ არიცი ვინ არის, ცოტა უხერხული იქნებოდა პროექტისთვის. ნიღაბი რომ გაცილებით ცნობილია ვიდრე ნიღბის შიგნით ადამიანი, აშკარად უხერხული იქნებოდა ძვირფასო მეგობრებო, ამიტომ გადაიფიქრეს ყველანაირი ესეთი პროექტში მონაწილეობა. მეგობრებო, ამდენი ნეგატივის შემდეგ მინდა ერთი ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გაგაცნოთ, რომ ცოტა ოპტიმისტურ ტალღაზე გადავიდეთ. ნახოთ ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებული ქართული ოცნების განცხადება, ძალიან საინტერესო. საქართველოს საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებით 21 საუკუნის საუკეთესო სამეულშია და 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. გესმით ხალხო, რამხელა ბედნიერება გვეწვია. განცდილი პროგრესით ვართ პირველ ადგილზე. შეუქცევადად განვითარების ყოფილ ვართ თურმე მოწინავე პოზიციაზე და ეკონომიკური განვითარების სიხარულის გამოწვეული განცდებით ყოფილ ვართ პირველ ადგილზე რეგიონში. ამ დროს სულ მაინტერესებს აი რეგიონებში მშრომელი ხალხი, გლეხი ხალხი, რომელიც აი ამ ინფორმაციას ისმენს, რა შეგრძნება ეუფლებათ ხოლმე აი ამ დროს. ალბათ უხარიათ, მაგრამ ვერ ხვდებიან რა უხარიათ. ალბათ თვითონ სიტყვა განცდილი პროგრესი, რაღაცა კარგი სიტყვა, განცდილი პროგრესში ვართ პირველ ადგილზე. მე შემიძლია ტელეკომპანია იმეს რამდენიმე კვლევა მივცე. ძალიან საინტერესო. უკანასკნელ 12 წელიწადში ესეთი ძალიან კვლევა, ძალიან კარგი კვლევა. უკანასკნელ 12 წელიწადში დაღვრილი სიხარულის ცრემლების ლიტრაჟობით საქართველოს ლიდერთა სამეულშია. თმისწვენის შეჩერების ინდექსით საქართველოს მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ხალხი აღარ ნერვიულობს და თმაც აღარ სწვივად. წარმოგიდგინეთ, აი ესეთია. 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესი რომელმა სტატისტიკურმა კომპანიამ დათვალა, ეს მაინტერესებს ძალიან. ალბათ მეცნიერმა ქრისტეფორე მგალობლიშვილმა დათვალა ეს მონაცემები. ასევე საქართველო არის პირველ ადგილზე ვნებათა ღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისკენ. ასევე მსოფლიოში პირველ ადგილზე ვარ კაცთა მოდგმის მთლემარე გონების მიერ აღზრული ქმედების განხორციელების მაჩვენებელში. აი, პროცესიც კი წარმოვიდგინე, როგორ ითვლიდნენ ამ სტატისტიკას. ბიძინა ივანიშვილი აფუძნებს ქართულ ოცნებას. ქართული ოცნება აღვიძებს სიყვარულს. სიყვარულია მშობელი ოცნებისა. ოცნება აღვიძებს კაცთა მოდგმის მთლემარე გონებას. გონება აღძრავს ქმედებას. პლუს მინუს mc კვადრატ ეფთუძე ფესვი ვნებათა ღელვის უსასრულობისა და შეცნობილი აუცილებლობისაკენ. აი ეს არის ჩვენი ნამდვილი განცდილი პროგრესი ძვირფასო მეგობრებო და აი ამით ვართ მსოფლიოში პირველ ადგილზე და ამიტომ ვერ მოგვერებიან. ვერ მოგვერებიან. დიდი მადლობა, ეს იყო ჩემი მონოლოგი და ჩემ შოუს იმედია სულ მალე კვლავ გააფორმებთ. ბენდი თაბრალეგო შვილს ხედავთ. მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებელო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია პარტია ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბატონი ლევან ხაბეიშვილი.
მინდა შეგახსოვოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ, გადაცემის წარმომადგენელია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვაა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია ბაზარი ქალაქში სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. აქვე შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს YouTube არხზე რუსკა მაყაშვილი წარმოგიდგენთ პოდკასტს რა ბაზარია. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია Voice-G. Voice-G ავტომოპასუხის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა შექმნით ახალი გასართობი არხი, რომელსაც დავარქვით ჩვენი არხი. ჩვენი არხის ნახვა შეგიძლიათ მაგთიზე, რომლის ნომერია 45, სილკნეზე, რომლის ნომერია 345, ახალქსელებზე, რომლის ნომერია 345 და მარტივიზე, რომლის ნომერია 45. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილკნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათის შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ ქართული ოცნების ჩინოვნიკების შეჯიბრი თემაზე ვინ უფრო პატიოსანია. მოგესალმებით, მეგობრებო, ჩვენ გახლავთ ქართული ოცნების ცნობილი ჩინოვნიკები, რომლებიც ვამტკიცებთ, რომ ვართ ძალიან პატიოსანი ადამიანები. რა თქმა უნდა, ეს შეჯიბრია და მე ამას დავამტკიცებ, მოდი მე დავიწყებ ბატონო ვასო. დაიწყე, მაგრამ საზოგადოებრივ ვიცის უკვე რომ ქართული ოცნებაზე ჩემზე პატიოსანი კაცი არ დადის. მოდი ესე ვთქვა. გამგვიხილე ერთი რაში გამოიხატებ ეგ შენი პატიოსნები. რაში და თვეში 1 მილიონზე მეც არ ვჭამ. მირჩევია სუბუქად და ნაყრებული ვიყო, ვიდრე ღორივით გამძღარი და ძილის დროს ვხროტინებდე. ამიტომ რა ვქნა? ეს არის ჩემი პატიოსნება. აბა შეთქვი ახლა როგორი პატიოსანი ადამიანი ხარ დაამტკიცე. ძვირფასო მაყურო ეხლავე აგიხსნით. მე ისეთი პატიოსანი ვარ ხალხო. მიუხედავად იმისა რომ ბავშვობიდან ბარსას თავგადაკრული ფანი ვარ, ცოლს უარი ვერ უთხარი და ბინა მაინც მადრიდში უყიდე. მე ისეთი პატიოსანი ვარ რომ ზაფხულობით მალდივებზე ასასვლად ბოინგს მარტო ჩემთვის ვქირაობ. სხვა მგზავრები ხრინვით რო არ შევაწუხო გზაში. მე ისეთი პატიოსანი ვარ. გთამს ხეს არასდროს ვკიდებ. რისთვის მაქვს ფეგისტიტები? დოლარიანის პაჭკას რომ მესროდებ, აი ესე მიჭერდი. კი არა, აი ესე რომ ფეხი ჩემიზია დავთვალო. კარგი რა, კარგი. მე ისეთი დააფურთხე. დააფურთხე. მოცილდი აქედან. გავაგრძელოთ პაექრობა. მე ისეთი პატიოსანი ვარ, სპეციალურად ოპოლიცოლი შევირთე, რომ ქონება შევთხოვით მის ნათესავებზე არ გადამეფორმოს. კაი რა. მე იმდენად პატიოსანი ვარ, რომ ჩინოვნიკი ხო ვარ ჩინოვნიკი. 60 მოგებული ტენდერიდან მხოლოდ 40 შევჭამე და 20 ტენდერი პირნათლად შევასრულე. ამაშია საქმე. მართლა როგორი პატიოსანი ყოფილა ეს ნაბარი ეს, როგორ გინდა ამას უპასუხო. რა უნდა უპასუხო ამას, როგორ? კაი, მე ისეთი პატიოსანი ვარ, რომ ზედმიწევნით ვასრულებ წინაპართან მოწოდებას ტყე შეუნახე შვილებსაო და ჩემ სამივე ბიჭს 100 ჰექტარი ტყე შემოუღობე. ელაპარაკე ხარ. მე 4-ვე მთავრობას ისე ვემსახურე, გრამი ვაზელინი არ გამომიყენებია, გრამი. არც მჭირდება, ბუნებრივად ვარ ელასტიური. აჰა, გასაგებია. მოიცა. შენ არ იყავი? მოშიმშილე ბავშვების კვების ტენდერი რომ მოიგე და ბავშვებს საჭმლის ნაცვლად ხის ფერადი კუბიკები რო დაურიგე. ვაი შეუიცო შენ. ეგ იმიტომ რომ ბავშვებს ინტელექტი გქონდეთ. მაგიტომ დაურიგე ხის ფიგურები და ხის კუბიკები. მე მირჩევნია ბავშვი განათლებული და მშიერი იყოს, ვიდრე მაზღარი და გაუნათლებელი. იმაზე რა სიტყვი, იმაზე მაგ ტენდერიდან დარჩენილი თანხა სლოტებში რო წააგე და ბავშვები მშიერი დატოვე. ბავშვები კი დატოვე მშიერი, მაგრამ სამაგიეროდ აპარატს ვაჭამე. გასაგებია, იმაზე რა სიტყვი, მაგისტრალის მშენებლობიდან რამდენიმე მილიონიო ჩაიჩხრიალე ჯიბეში. მოიცა კაცო, მაგ ტენდერიდან შენ ხომ შეგახვედრე წილი კაცო? ეგ ის ტენდერი. ეს ამოუჭრათ. გაჩუმდი ერთი.
შენ რა პატიოსანი ხარ? საერთოდ როგორ ლაპარაკო პატიოსნებაზე? 200 ტენდერიდან ხალხო, უკონკურენტოდ აქვს მოგებული. 200 ტენდერი, 200-ივი ამან მოიგო. უკონკურენტოდ ისევ შენ გაგიხმეს ეგ თავი. იმ 200 ტენდერიდან 90-ში არ ჩამიჯდა ჩემი და. არ იყო ჩამჯდარი მეორე მხარეს. ვინი მე ვიყავი უკონკურენტო. ერთი წუთი პატიოსნებზე ლაპარაკო მე შემოვხედე. ხალხო, მე ისეთი პატიოსანი ვარ, რომ ცოლს როლექსი საათი თანამდებობაზე დანიშნვიდან მხოლოდ მე-4 წელს უყიდე, მე-4 წელს. აი, შეაფერისტო, მე-4 წელს კი უყიდე, მაგრამ ერთ ბაშად 6 როლექსი უყიდე. 6. და მე ჯერ 4 როლექსამდე ვარ ასული. დაე ბატონმა ბენზინამ განსაჯოს ვინაა ჩვენ შორის უფრო პატიოსანი. უკასრავად გაწყვეტინებთ. რა ხდება? ახლა სრულიად შემთხვევით გისმენდით. სრულიად შემთხვევით. და ეს რა კარგი ხალხი ყოფილიყარ კაცო. მიყვარს გულწრფელი ხალხი, ყოჩახ. აი ყოჩახ თქვენ. მოკლედ მე ახლა ეს თქვენი პატიოსთან ნაშოვნი ფული დავითვალე. ხო? და ერთი სიტყვით ჩემები შეგეხმიანებია სუსიდან. და გაგესაუბრებია ცოტა ხანში. კარგი, ბატონო. სუსიდან დაგირეკავენ. თქვენ მაინც კარგი. თქვენ მაინც ძალიან არ გაიფანტოთ. ახლო იყავით მაინც ვინიცობისაა რომ ხოხდებით. ახლა კარგი ბატონო ბიზინა. მე მგონი გვაწინაურები. ხო. ეგრეა, როცა პატიოსანი ხარ, ყველა გაფაზებს. ამაშია საქმე. ისა სხვა ახლო იყავით. ახლო ვიყოთ. ვაგზელებთ გადაცემას და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წარმომადგენელია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვაა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია ბაზარი ქალაქში სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. აქვე შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს YouTube არხზე რუსკა მაყაშვილი წარმოგიდგენთ პოდკასტს რა ბაზარია. გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. ასევე გადაცემის პარტნიორია Voice-G ავტომობილსახურის და სარეკლამო რგოლების პროფესიონალური გახმოვანება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი, რომელსაც დავარქვით ჩვენი არხის მოძებნა მარტივად შეგიძლიათ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, ვისაც სილკნეტი გაქვთ 345, ახალი ქსელები 345 და მარტივი ეს ნომერია 45. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე შაბათში უჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგზელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ ჩინოვნიკების ცოლების ახალი სიმღერის პრემიერა და აქვე შეგახსენოთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდის სტუდია, რომელსაც ვენდობით. ნახოთ მუსიკალური ნომერი. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილკნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. თვითფასო ტელემაყურებელო ბრუნდებით ეთერში და მინდა მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარ ლევან ხაბეიშვილი. მადლობა ლევან. მოგესალმებით. მოხდით ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. სხვანაირად ხდებოდი ხოლმე იყო რომ მასშტაბურად შემოვიდოდი ლაღა. ქუხთა აკაურობა. ისე ღარიბულად დამცვი. ხო, რა ვქნა ეს ფინანსური პრობლემები ყველას აქვს. მარტო ჩვენ არა და ამიტომ რადგან არ გამოდიოდა, ახლა ბენცას ხო გაგებით ეს კაცის ხმა ჩაგვესმის ყოველთვის ყურში და ამიტომ მოდი ეს სეზონი აი რაღაცნაირად ეს ბენდის გარეშე გვიწევს რომ გადავაგოროთ და ვიცი სექტემბრიდან შევხედოთ როგორ წავედა. რა ვქნით. ყველას აქვს ეს ფინანსური კრიზისი, მათ შორის თქვენს ხო გაქვთ? ყველას აქვს. ჩვენ გვაქვს. ხო, დავიწყოთ რაღაც საინტერესო თემებზე. ახლა მე ვიცი რომ რაღაცა ძალიან ესეთი საინტერესო ამბებზე გიწევს პრეს-კონფერენციების ჩატარება და ზოგადად შენ Facebook გვერდზეც ძალიან ბევრი ნახვები აქვს რაღაცა საინტერესო თემებს. ნუ ერთ-ერთი საინტერესო რასაც აი მინდა რომ კარგად ვილაპარაკოთ ეს არის რომ ბიძინა რომ თავის ფულებს ეძებს. ხო არის ეს თემა. რატო დაუწყო ეს თავის ფულების ძებნას? რატო დაიწყო ახლა ძებნა? პირველ რიგში მე მინდა რომ ყველა სინდისის პატიმარს პოლიტპატივრებს მივესალმო, სოლიდარობა გამოუცხადო ამ ადამიანს მართლა აბსოლუტურად. ხო, ტყუილას ხედან ეს ადამიანები და რა ვიცი, მართლა გულდასაწყვეტია, რა. რაც შეეხება ახლა კითხვას
რომელიც გახსოვანო ხო გაშლეგებული ეს კაცი 4 მილიარდის ქონება აქვს ასე ვთქვათ გაჩერებული კი და დაახლოებით ეხა საუბარი შეიძლება 3 მილიარდი ნახევარი იყოს ნუ მომედავები პატარა და იმაზე 3 მილიარდი 4 მილიარდი კაპიკებზე მოგამეკიდები ხო ბიზნესის კაპიკებზე ეს 4 მილიარდი მას და ანუ ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზინის სანქცია აქვს და ქონება იყო თუ ტრანზაქციები იყო ეხა ეს სახში ესკობარი ვითხუარედო ქეში ფულია რა ამას ეხა 21 საუკუნეა და სხვადასხვა აქტივებში ქონდა დაბანდებული და ასე შემდეგ ხო უძრავი ქონება და ანუ ეს ყველაფერი გაყინული აქვს მას ანუ ფაქტობრივად ეხა ბარათით ხო ყიდულობ რაღაცა წყალს ან გადარიცხვა გინდა ამ კაცს აბსოლუტური კეთროვანია მასთან საუბარი ან დოკუმენტზე ვინმეს რო უნდოდეს ბიზნესთან ყოფნა აღარავის არ უნდა მოკლედ და იურისტი რო ყავთ აყვანილი ისე რომ არ დაბირეკოთ რო არ ვიდა იმიტომ რომ მე იმასაც დაასახ შარია რა ხო სერიოზული შარია ამიტომ ეხა ისინი აღარ ეკონტაქტებიან და დაუწყوارგენ ისა რა ქვია დევნა რიჟვაძეს და ღარიბაშვილს და გომელაურს ლილოშ და ამხავს რიჟვაძეს რაზე და ეს მაინტერესებს ხა რიჟვაძე უცბად ისე გაუშვა თანამდებობიდან რომ აი რა ვიცი არ დაგვემშვიდობა შენ ქონდა თემა სხვათა შორის უფლება არ მისა დამშვიდობების ხა რიჟვაძეს რა არის ხო ხა ბათუმელებმა კარგად იციან ჩემი მოკითხვა ამ ბათუმელებს ხშირად ჩავდივარ მიწევს იყოფნა და არის რომ გაიხედო დაბეტონებულია ექეურობა ხო აბსოლუტური კატასტროფა ვერ ამოისმის მე დღემდე ვერ ხვდები ამდენი მაღალსართულიანი корпуსი როგორ ეტევა ამ პატარა ქალაქში. და წარმოიდგინე ხა იქ ყველა მაღალი სართული რა დაათვალო ხა სართულები და საცხოვრებელი ფართი რამდენია და რამდენად გაიყიდა ხო? ავდივართ მილიარდებზე და ეს მილიარდები შემოსავალი კონკრეტულმა კომპანიამ თუ ბიზნესებმა ვინც მიიღო იმაში რა თქმა უნდა წილში არის ყველგან რიჟვაძე ხო თავის კოეფიციენტის მომატებით მშენებლობის დამტკიცებით და მშენებლობები იყო დაიწყეს ორი სართული და ავიდნენ 16-ზე რა მართლა ეგეთი კი იმაში რა ქვია ზედ ბულვარში კაცო ხო და ხა ეს ფული რომელიც იშოვა ამ კაცმა ასე ვთქვათ ამ კორუფციით ბიზნესს რო დაჭირდა ქეში ჭირდება ეხლა უბრალოდ რო გითხრა რომ ბიზნესი კი არ ჭირდება ბიზნესს რამე წილი გადმომიფორმე არ ჭირდება იმიტომ რომ სადაც არ დაეწერება დამთავრებული გაცია უკვე და ამიტომ და ქეში და ამიტომ მოთხოვა ქეში ეხლა რიჟვაძეს უთხროს 300 მილიონს მოიტან ამას სხვათა შორის ალბათ იფიქრა რომ მივიტანო მაგიტო არ დამიჭირონ რომ საიდან გაგეს 300 მილიონი ხო არ მიიტანო ვაია და მიიტანო რუი თქვა რომ არ მივიდა თუ არ მიიტან მე ვიცი რომ ეს გას დაბარებული წავდათ და გამოძიება და რომ შეშინდა უკვე რომ მივიდა სანამ მიკაუტანძემდე მივიდოდა მიკაუტანსაც დაემართა ხო ამან თქვა რომ მე გრაფიკი გამიკეთეთ ნელა მოვიტანო და ესე ნელა მიაკ ბიზნესთან ეს ფული აი ეგ გასაგები აი მიკაუტაზე ხო რაღაცა ეგ თითქოს აი ნაკლებად ცნობილი ტიპი. ეგ შენთვის კაცო, აბა მე მკითხე კაცო, თბილ სერვისიდან მოვუძებ, მაგასო კორუმპირებული და გული. ხო, არა მე ბევრი გამიგია ახლა მე ჩახედული, მაგრამ მასისთვის ვამბობ რა ხალხისთვის. მართლა ხო, რაღაცა ცოტა მიმალული ადამიანი იყო და უცბად რო დაიჭირეს, რავი, იმდენი რამე ეთქვეს უკვე მასზე რომ თვითონ ხო, ჩვენ გაგვასწრეს რა. ჩვენაც არ გვითხოვს ისიც მოყვნენ. ხო, ღარიბაშვილის ერთი რამდენიმე ჯიბია ღარიბაშვილს რა და ეს შავი კასირები ხო ყავთ ვიღაცა ფულზე და ეს იყო ერთ-ერთი და ეს ერთ-ერთი ჯიბე ეხა დაუჭირეს. და უნებია რომ მეორე ჯიბიდან თუ არ მოიტან ჯიგარო, მაგრამ მეორე ჯიბესაც დავიჭერთ რა და ამიტომ ეხა ღარიბაშვილთანაც ეგ გარჩევები მიდის, რა გონია რომ იქ რაღაცა კონკრეტული ისენია, რა ქვია, ფულები მოპარული და მოკლედ ბიძინა. აი ეს კრიმინალი იყო და ეს შენ ხო არ გონია რომ სახელმწიფო ინსტიტუტი აწყო რაღაცა კრიმინალური ბესპრეზელშიკების ბანდა შეკრიბა, სხვადასხვა ესეთი აი მოკურდო, ბოდიში და დო ხალხისგან არის ბოდიში მაგრამ ესე არა სუსტად რაღაცა და შეძლო თან რო ქუჩა და რაღაცა ისიც რო ყველაფერში კი რო არის და შეკრიბა ეს ხალხი და მიუშვა ეხლა და ამათ ათვლევინებს ამათ მოიტანეთ ეს ფული რა და რაც სინიზმია სხვათა შორის და გული არ დაგწდება შინაგან საქმეთა მინისტრი იყო კაცი გომელაური რამდენი წელი და ესეთი ბესპრეზელშიკი ტიპები მოძველ ბიჭო მოკუჩო ხალხი აკაჩავებს რა რომ სად არის ფული მოიტანე და რაღაცა და ამან გაიქნია პირდაპირ იმისკენ დეიდაშვილისკენ ხელი ქუჩასკენ იცი რა უნდა გითხრა 400 მილიონის ქვეყანას თუ გადასახდელი გვაქვს რა ფული აგერი დოკუმენტი მაქვს კაცო ეგ უბედურება მოხდა ვანუ ეგეთი 80 მილიონი კიდე თალკე ეგეთი ფული ნახე როგორი შევა ფული ღარიბაშვილო ფული როგორი შევა გააფორმა ხელშეკრულება და ენკას უთხრა რომ ნამახვანხესი ააშენე მე მოხდა რაღაც მოხდა გაუქმდა ეს ხელშეკრულება საერთოდ ხო არ უნდა დადებულიყო მე მიმაჩნია რომ არ უნდა დადებულიყო ჯერ გაფორმდა მე ვითომ ხალხს დაუჯერეს ნახე რა კარგი ხელისუფლება გაიგეს ხალხის ხმა გაიგეს და გაუქმეს ამ ხელმოწერაში და გაუქმებაში 430 მილიონი დოლარი წააგო საქართველოს გადავიხადოთ როგორ გადავიხადოთ ეხა ნახე ეხა 430-ად ცოტა დაბნეულია
თურქულ კომპანიას ეს ჰესი რომ მაგალითად აეშენებინა ხო ვაი აშენდა დახარჯა თანხა და მე დაიწყო მოგება ამოღება ეს 400 მილიონი დოლარი რომ მოეგო 400 წელი დაჭირდებოდა მართლა არავის შეიძლება და ისე მიიღო ფუნქციაზე რა ხელშეკრულება გაფორმდა მე გაწყდა 400 მილიონი ეხა ამ ეს ტრანზაქციაში ბჭყალებში ხო ღარიბაშვილი იყო მაშინ მომგვარებელი განფორმებელიც ისე 10%-ში ხო იქნება ჩვენი ფულია რა ეხა ვინ უჯდენი ხარ მაგათ ბიზნეს ენაზე რო ვთქვა რომ უნდა გადაიხადო რო არ მიხდი სხვათა შორის ეხლა მე ეხა გავასაჯაროვე ეგ ამბავი და სასამართლო გადაწყვეტილებებია და ამერიკის შეერთებულ შტატებში წაიღო ამ ენკამ აღსრულებაში უკვე აღსრულებას დაობს რომ მოიგო და არ იხცის საქართველოს მხარე რა და ანუ ჩივის და ყველა დღე როცა არ ვიხდით ხო კიდე დამატებით ფული იწერება ესეთი კორუფციული სქემა ააწყო ხელშეკრულება გააფორმო მე გააუქმო და ბიუჯეტს ხალხს უწევ 400 მილიონი აწაპნო ეგეთი არ ვიცი თან არავინ არ იჭება ხო და ვინ იჭება ღარიბაშვილო მოდი ის რაღაცა იმ ბიუჯეტიდან ფულს წაიღებს იმ კომპანიაში რაღაც თავის წილები ექნებათ რაღაცა და არაფერი მე და შენ უნდა გადავიხადო და აგერ თამარამ და ზიადი და ოპერატორები და ჩვენ ხო ამ ბავშვებმა რომ კამერები დააზიანეს რამდენი ლარის კამერა 500 აი ეგ მართლა კლასიკაა ხო 570 ლარი თუ აზიანაო სახელმწიფო მათე დევიძემო და 4 წელი და 7 თვე მიუსაჯეს ბავშვს ხო და ქოცი ქოცდა რომ ვიყო 360 რომ დააშავო რაღაცა სიგიჟეს ეთქვის აქ რამდენი აქ 400 მილიონი ბიჭო წერია რა ვიცი მეტის რა 400 მილიონი გვა გადასახდნენ და არავინ არ იცის ხმას არ იგებს ქოცი არა თავარია რაღაცა ითქვის ესეც უნდა იყოს რომ რა უჩის ახლა აი კალაძე მე დადგება და ესე სვეტად ეთქვისო ვინც დააშავს და სხვათა შორის კალაძემ 80 მილიონი ევროს დაბა წააგო საერთაშორისო არბიტრაჟში როცა იყო ენერგეტიკის მინისტრი მის დროს გაფორმებული იტერაოსთან რა რუსულ კომპანია ხო რუსებთან წააგო ჩვენ კერს სახელმწიფოს უნდა გადაუხადოთ 80 მილიონი 80 მილიონი 80 მილიონზე კი არა 80 დოლარის გამო ბავშვებს უშვებენ რა ვიცი 5 წლიან და 7 წლიან ციხეებში რა ხოდა ნუ ახლა ეს ქოცური სამართლის კლასიკაა კლასიკური ამბავია მართალია რომ კალაძეს და ბუღალტერია შესული ბიზნეს და ითulis კი ითulis და ეს როგორ არის წინ კალაძეს ყავდა ეგეთი მოადგილე ხო ხმალაძე რა ხო სტეიკა კაცი სტეიკა კაცი რო იხოცებოდა პანდემიის დროს და ეგ სტეიკის ვიდეო რო დადო სტეიქსო წავდა ეგეც ხო არანორმალური უნდა იყოს ეგეთ რამე რო გააკეთო ხო ან ჯერ ჩინოვნიკი მარატო უნდა დადოს ხო აი ესეთი მაღალი ხარისხის 40000 თბილისელი სოციალ-დაუცველი ესე იგი დადის უფალ სადადილოში პურის გამო და ამან ანგუსის სტეიკი TikTok-ზე ააგდო აი აბსოლუტური არანორმალური უნდა ანუ დიდარ სკოლა დიდარია გონა ხო თავისა ხო ხო და ისა რა ქვია ხმალაძე მიცის ეს ბიუროკრატია იქ რაღაცა კოეფიციენტი მოუმატეს რეკრეაციული ზონა საცხოვრებლად შეცვალეს რაღაცა და ეს კაცი გაუშვეს ანუ კალაძეს ეს მოაშო ხო ან ჩათვალეთ რომ კალაძე მე ხა იქ არაფერი არ იცის არაფერი არ არის ყოლსა პრომატარი ხო აზიარ არის ხა ეს ფუსელი მიცე გინდა აქედან მოატრანეს იქიდან მაქსიმუმ ხა კალაძეს მიცე და წაიკითხოს ბარსელონას შემადგენლობა და მილანს კარგად გაიგებს ტაქტიკასაც მიხვდება სავარაუდოდ როგორია მაგრამ დანარჩენი არ იცის და ხა შეუშვეს იქ ისა რა ქვია საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე კობახიძის კადრები, რაღაცა ბიზნეს დასმული ბუღალტრები და ეხა ითვლიან რა სად რო იყო რაღაცა კოეფიციენტი და გაიზარდა. ხო იმაში რამდენს იღებ ძმაო, მაგათმა იციან რა დაახლოებით 20%-ია კორუფციას გეუნები, 20%, 30%. ეს თამასები რო აქვს და ეხა დაუთვლიან კალაძეს და დაუდებენ რომ ძმა ამდენს გადაიხდი. არ გადაიხდი და ბიკაუტაძე დაგემართება. ბოლოს და თქვენ დაიმახსოვრეთ, მე რაღაცა დრო იყო გაყარიაზე ხუმრობდი რომ ჩვენი დასაცავი იქნება მეთქი. აი კალაძე თუ ჩვენი დასაცავი არ გახდეს. აგერ მე აგერ შე გვიყურე რა ესა კახი უნდა გესმოდეს რომ შენ ჩვენს იქით მე გზა არ გაქვს აი ჩვენი კახი მე ხო აი მე ალუდას და სოზარს უყურე გახარიას როგორ ესაუბრებოდნენ რაღაცა ეს ბლატატა რო ქონდათ ეგ სასაუბრო მე წარმომიდგენია მე კალაძეს რო ელაპარაკება ზარქუა რომ შენ ბიჭო რაღაც ეგ მოხდება აი როგორც ეხა მე შეგიყურებ ეგრე მოხდება არა ეგ სასაული იყო ეს რამდენიმე თვე აქვს თქო დარჩენილი მე ძალიან დიდი დროც არა მოხდება ეგა ხა ის კომისიაზე ხო გახარიას კომისიას ხო უყურებ ხო შენს ხო რაღაცა რა იყო ეს რაღაცა ანუ ეს იყო რაღაცა ანუ ვერც დაარქვე რავი ახლა კომისიას ქვია მაგას ანუ რა ტერმინოლოგია რაზე ლაპარაკობდნენ ვის რა ვინ როგორ ჩხუბობდა აი რა
აი ხალხი ადამიანი გვიყურებს ახლა დაღლილი პარასკევის საღამოა 10 საათი შაბათ-კვირასაც ვერ ისვენებს ადამიანები 5 სამსახურში მუშაობენ SMS ელოდება სესხი მოვიდა ბანკიდან მიკროსაფინანსოდან ლომბარდი გადასახდელი ბავშვი დასასვენებლად სად გაუშვას იმიტომ რომ 400 ლარი შემოსავალია და 1000 ლარი უნდა 2 დღე ყოიკას რაღაცას ნუ უბედურება ხდება ადამიანებს შეა რაღაცა ძალიან დიდი ფასები კატასტროფა ხდება და ამ დროს ესენი ამაზე ბალამუტობენ 3 საათი 5 საათი შეუძლია იბალამუტონ და ხო ამბობდნენ მე მართლა კლასიკაა ისა ანუ ქართველობას გვართმევენ რაღაცა და ბიჭო ქართველობის წარსმევა არ არის ერთ მაგიდაზე ისხდნენ ბავშვები მოუნათლეს ერთმანეთს ნათესავები არიან და ეხა ბოდიში და უშვებენ 15 წელი შენ ესეთი შენ რო ესე თქვი და ერთმანეთს რო აბეზღებენ ეს ხედა და სოზაიროთ შენ ესე რო ამბობდი და აქედან გახარიატოს შენ ისე რო თქვი გახსოვს პროკურატურაში ატარებენ შენ მიხვალ იმას ჩაუშვებ ეს არ არის ქართულობის წარსულება ბიჭო ნაციონალიზმის დროს ამბობდნენ რომ ჩაშვების ინსტიტუტიო შემოიღო სააკაშვილო შემოიღო კი არა ერთ მაგიდასთან ერთმანეთს წარმოუდგენელი სიგიჟეში არიან თან არათუ ჩუმათას არაკეთებენ საჯაროდ ლაპარაკობენ ამას ვითომ რა მაგარ საქმეს აკეთებენ ხედავ თან ეს თვალებში ნაცრის შეყრა არის ყველაზე მაგარია ეს ჩორჩანას ამბავი თითქოს არავინ არ იცოდა და აი ამ ერთმა ამოხედ და დაი წელი გავიდა 5 კატასტროფა 5 თუ რაღაცა წელი 2022 წელია ღარიბაშვილი ამბობს ჩვენ ვართ ნახეთ აი ტყუილები ყველაფერზე ხო შეუძლიათ მოიტყვენ ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება რომელსაც არ დაუკარგავს არც ერთი კვადრატული რაღაცა და დღე გუში დავინახე პლაკატი უჭირავს იმას წულუგიას 1 მილიონი კვადრატული რო დაკარგე შენ აი რო სად დავიჯერო რომელში ხარ მართალი წერან ახსენე ფასები რა ფასებზე გაგხოლმე ხშირად შენ გამოსვლები რა და ერთი თემა მინდა რომ აი შენთან გავიარო ძალიან მარტივი და ესეთი აი მაგალითად ხო დიღმის მასივში ბალი ღირდა და 35 ლარი ხო ეხლა ნახე ბალი ჩამოვიდა მაგრამ მე ჩამოვიდა და 23 ლარი ღირდა ამოისუნთქე გამიხარდა გარგარი 14 ლარად სადღაცა წავაწყდი მაგრამ ქვასავით მაგარი იყო გარგარი იყო თუ ხვა იყო ვერ მივხვდი და 23 ლარი ხა 35 არ ვიცი 23 ლარად ის ოვერდრაფტები რო არის ხო ეს ოვერდრაფტები სესხი როა რა სესხი ოვერდრაფტით ვიყიდე 3 კილო ბალი მინდოდა განვადებით ვიცინე და მანუ განვადებით ვიყიდე ხვდები ხა რამდენიმე თვე უნდა ვიხადო მართლა რა ხდება რას თან გვაქვს საქმე ვერ ახვდები მეგობარი მყავდა სტულად სხვათა შორის და 6 წელი ბალი რო შეჭამა და მეშვიდეს ხელი დაადო მე ვთხარი და წერი ხარ ოჯახის კაცო მეშვიდე ბალზე გავეკიდე სამწუხაროდ მოდ გადავეკიდე კაცო რამ გაგაგიჟე რა იყო ერთი ჭამე გავიგეთ ორი რა ხო მე უხსმედი ხა გუბაზი იყო აკუბარდიასთან რა ჩართოზე იყო და ეს რაღაცას ამბობდა ამ ამბავზე რომ ერთი მეზობელი შემხვდაო რა გუბაზი ამბობდა რომ ლიფტში ორი ქოცი ხალი ლაპარაკობდაო რომ ესაო ბაზარში ვიყავიო და ბალი ღირდაო 23 ლარია ხო და მეორე ქოს მოთხრა რა ვქნათ აბა ეხა ამ თავრობა მეტი რა გააკეთო ეს ბალი მაგათი ბრალი კი არ არისო ეს არის გერმანიის ელჩის ბრალიო გოდე ქოცის გაპრავების მეთოდებზე გელაპარაკები ნუ აი ამასაც რომ მარტივად იმაშვებია რა ალაგებენ თავის ტვინში მე გუბაზი თქვა რომ ეგეთი ხალხს უკვე ტვინი დაზიანებული აქვს გარბილებულია მაგ ხალხს მართლა ვერ ვიშველი დიქტეიტის ბალის ფასი აქ ქონდა კიდე ერთი თემა რომ 400,000-ით მეტი მოქალაქე ვართ აი ამ თემაზე რა ხდება? 400,000-ით როგორ გავიზარდებ? მოკლედ, თვალეს მაგათ, მაიხე რომ იცოდე თვალეს და ძალიან აირივნენ რა. ძალიან აირივნენ, ბალანსის დასმაც არ უნდათ ისე რომ რაღაც, იმიტომ რომ მან როგორ არის რომ ქუთაისი დაიცალა, ბათუმი და საქართველოს დაიცალა, ხო? ადამიანები ანუ ემიგრაციაში მიდიან, აღარ ბრუნდებიან. რა თუნდა ეხა ამას სტატისტიკა რო არ იყოს, აგერ ვინც გვიყურებს, გადახედეთ რამდენი ხარ სახში დარჩენილი და ოჯახში და სანათესაობაში, ხო? 270,000-დან 400,000-მდე ადამიანი, აი ამ ფარგლებში არა ქართველი, ანუ არა საქართველოს მოქალაქე დასახლდა საქართველოში. ანუ საქართველოსდან გავიდა 100,000-ობით ადამიანი და მათ მაგივრად, ხო, აი კარგად რო გავიგოთ, მათ მაგივრად
ბიძინამ ჩამოასახლა სხვა ქვეყნის მოქალაქეები და ისინი დაასახლა საქართველოში. დემოგრაფიული პრობლემა გვაქვს. შობადობა მოიკლო, ადამიანები გადიან და ამასობაში სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები რა მნიშვნელობა აქვს? იქნება ეს პაკისტანელი, რუსი, ინდოელი და შემოდის სახლდება. მე კარგია, ტურისტებად შემოვიდნენ, ფული დახარჯონ, ვიღაცა შეიძლება ფული არის დაფუძდეს აქ, ოღონდ ბალანსი ხო უნდა არსებობდეს, კაცო. ჩემი მოქალაქე გაიქცეს ქვეყნიდან და სხვა ქვეყნის მოქალაქე მოვიდეს. ხო უნდა მიხვდი ამას, რომ არც დიდი ევროპელობა და არც დიდი მეცნიერება არ ჭირდება, რომ უბრალოდ შეიძლება გადავჯიშდეთ. ეს არის ბიზნეს ოცნება. საქართველოს ქართველების გარეშე, ეს არის ბიზნეს საქართველოს მოქალაქეების გარეშე. აი პაკისტანელები ხო, ბევრი არის, მე ბევრი ხდება უბანში და რასაც ფულს როგორ შეუგლობენ. სოციალურ ქსელში ვნახე მე, ისა რა ქვია, ვიდეო, მაშინ რა ქვია, რუსთავ მოქალაქე ასე აქვეყნებს, რომ რუსთავშია გადაღებული. რაღაცა მუნიციპალური იმის დროს, სამუშაოების დროს. არც ერთი ქართველი არ მუშაობს, კაცო. რუსთავის პარკი. მუნიციპალური სამუშაოები. ერთი ქართველი არ არის. ფაქტობრივად ყველა არის, აი ან ინდოელია, ან ეს სახელმწიფო ტენდერია მოგებული, კაცო. ხო, ბიუჯეტი შენი ფული და ქართველი შეიძლება დაასაქმოს ვიღაცა, შეიძლება რაღაცა თავის კომპანიაში, მაგრამ სახელმწიფო ტენდერი ეზოს აკეთებენ, პარკს აკეთებენ. ხო, და რა ვიცი ხა მე არანორმალურია, რა ვიცი ხა თუ ეს ვისაც ნორმალურად მიგაჩნიათ, კაი ბატონო დაუჭირეთ ხალი საქართველოს დემოგრაფიულ კატასტროფას. წილოსანსა აქ კაი იდეა, რომ პრემიერ ყობახიძის თხოვა, რომ რა შეიძლება შევთავაზოთ მოსახლეობას დემოგრაფიული პრობლემის მოსახსნელად. აი ხა რაღაცას იტყვი და მე უნდა დაგიძახო სასამართლოში და დაგაჯარიმო. რა გინდა კარგი რო თქვა, რა ვიცი. მაგას ეგრე წარმოუდგენია. აი სპალნის კარებები დაუკეტოთ ყველა წყვილს რაღაცა. ანუ რაღაცა ოფიციალურად უნდა მოვთხოვოთ. მის ენაზე რო თქვა და იმის არ იყოს ხო ის ჩავიდა რომ ბაკურიანში იყო თუ გუდაურში რომ აი ხალხო რატო არ ხართო რატო არ ისო გახსოვს ეს რაღაცა. კი ჩამო დაუჯერეთ ტელევიზიას დაუჯერეთ რომ თოვლი არ არის. ანუ ფერი არის. რატო არ მოდი რატო არ ისვენებ არ შემიძლია ვერ გაიგო. ანუ არ ისმის რომ ფული არ აგვაქვს დინო ფული არ აგვაქვს. გაჭირებულია ხალხი დინო. იგი არ უნდა კითხო დემოგრაფია როგორ მოვაგვარო. უნდა კითხო ფული როგორ ვაშოვნინოთ ხალხმა. ფული რო ეგრევა დამიჯერე ვერ შეასწრებს საძინებელში ამ ხალხს რა ვიცი. მე შეუძლებელია. ანუ ვერ ხდება ხო? აბა მაგას გონია რომ აი უბრალოდ რაღაცა გამოიქცა ეს ხალხი სამძებლებიდან და აღარ უნდათ გამრავლება და დემოგრაფიული პრობლემა გვარდება სადაც ეკონომიკა არის შემოსავალი არის ხელფასია ადამიანს უხარია შვილის და ახლა შვილს რო განმოდებით ძდი მაგის დედავატირე მართლა ხო არ არის ნორმალური რა მაგრამ ერთი რაც მიხარია ახლა რა რაც კარგი გამოაქვეყნა ქართულ მოუწნებამ საქართველოს საზოგადოებრივი კეთილდღეობის გაუმჯობესებით 21 საუკუნის საუკეთესო სამეულშია და 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესით მსოფლიოს პირველ ადგილზე. ანუ ძალიან განიცდია მაგას. იმის არ იყოს ხო ძიმაში. განცდილი პროგრესი. მე ბებია ილიგო და ილარიოში რო არის. უგზნია მაღანაზე ეგეთი ამოვიდა. ხო, რაღაცა ყოვნა მოიგონო, რაღაცაში ვარ პირველ ადგილზე. განცდილი პროგრესით ვარ პირველ ადგილზე. განვიცადეთ პროგრესი ისეთ კარგად, რომ პირველ ადგილზე ვარ. რა გვეშველება, რა ვიცი. მაგრამ ერთი კარგი ამბავი ის არის, რომ ბოჭვარიშვილი მაინც ხვდება ვიღაცებს ტიმურ-ლესტეს, ბურუნდის და ლაგდებით უცებ როდასო. ვალაგებთ ბოლო-ბოლო. სანამართვი ვალაგებთ ბოლო-ბოლო მაგათთანაც ურთიერთობას და წაგვადგება ერთის. ხო ბოლო-ბოლო. კი ეს დიპლომატიური გარღვევებია შენასაც ხედავ. ეტანები რასაც აკეთებს კაის ბოჭვარიშვილი რომ აი ამ გაურკვეველ ქვეყნებს გვაცნობს. იცი რა უნდა გითხო შენ ახლა შენთვის ხო არჩევნების თემა ნუ ახლა შემდეგ არჩევნებზე არ ვილაპარაკ. ეგ აღარ მიხსენე. სველებს მოგიყვები მარტო ეგ. ხო და წინა არჩევნებზე როგორი სიტუაცია გქონდა შენ ახლა ვიცი რომ ძალიან ჩართული იყავი ამბავში. გურიაში თუ იყავი თუ არა? კი, თბილისში ვიყავი ხა ძირითადად, მაგრამ გურიაში მოხდა ეგეც ძალიან საინტერესო ფაქტი. მე ხო იცი გურული და რაღაცა სულ ამ გურულ ფაქტებით ან ისეთია. მოკლედ გურიაში ხა სადაგვრილო მისია ჩასული ვანო და 30 კაცია სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი, სხვადასხვა NGO-ს და რაღაცა და აგვირდებენ არჩევნებს და არის რა თქმა უნდა ქაოსი ყველგან, რომ არის რომ ყალბდება უბნებთან არეულობა, რაღაცა მოკრიმინალო წეღარო უთქი ბოდიში და მობო
ხალხი ყველა სუსის ნასეთქები და ესე ჩართულები არიან რა თან რო იკლაკნებიან თან ქუჩაც უნდა ისე ყველაფერი უნდათ რა სუსის უნდა სოფლის გამგებელი გამოხდა რომელმაც თქვა რომ მე წაგიყვანთ ეხაო მე თვითონ წაგიყვანთო ეხა უბანზეო წავიდე თუ არსად არაფერი არ ხდებო იგონებს ეს ყველა იგონებენო ესე გამომყევით თუ გაყვა ეხა დიდი ეს რა მიყევია სოფლის კოდს გამგებელს რა ხო უნდა შემოიღო ხარბად ეხა იწყოს ყველაზე შვიდი უბრიდან ხო სადაც ფიქრობს ხო ეხა ძალიან დიდი სიფშვიდე იქნება და რომ მივიდნენ ესენი რომ გადავიდნენ ეხა მანქანებიდან ხო არის 30 თუ 40 კაცი მიდის მაგრამ კოცი რის კოცია რომ ნაციონალი არ იცნოს ხო იმ 50 კაცი იმ 50 კაცი დაინახა ჩვენი თანამებრძოლი ესეთი რომელიც ეხა და იმ კოცს დაინახა სუფრაგს არჩევნებთან ყველგან ეგრე იციან კოცება გაშლილი ეს ასასილარი ხო დაურიგეს რაღაცა წამოდგა ეს კაცი უცებ ეხა ეს გურუ და თანაც ის იცნეს და ეს ჭიქა აიღო გაიგე და მიშას გაუმარჯოს მიშას იძახის სპეციალურად ეძახის ამას გაიგადავა რა მიშას გაუმარჯოს მიშას დაждდა ბიჭო გავიდა უცებ რაღაცა ჩოჩქოლია და რაღაცა მეორე ეზოდან მორბის ერთი კოცი რას ქვია შენ ამდენი ფული აიღეო ჩვენგანო კოცო და რას ქვიაო შენო მიშა დალოცეო ამან ჩათვალა და ამან გული და ამან გაიყადავა ის ვერ გაერკვა სიტუაციაში და მორბის და ამას არაცალა და მოტეხა ყმა პირდაპირ დასხოდა ეს გამგებელი უყურებს ამ ყველაფერს ეს დაუყურებლები გიჟები უყურებენ შვიდუბაზე მოგვიყანაო და ჩხუბი მიდის ბიჭო უბედური ჩხუბია და ამ გამგებელმა ხა ეს ერთის მაგის დაქირავებულია და მეორეც ორივე თავის ხალხია და შევარდა ახლა ნუ მომჭერთ ახლა თავი და აქარეს ესეც მაგრაცებეს გაიგდეს ეგ დაუყურებლები ძალგებორბოდნენ მარტო ნაციონალი გამოვიდა იქიდან 7-დან ბედნიერი იყო მიშა დალოცილი იყო პარტია დალოცილი იყო აბა ხმები ხოლმე ორივე დამტრეული ერთმანეთი გაგებებული ხო იძები რას ქვია მიშა და სა ვერ გაერკვა ის იმან შენ ფული მოგეცი ჩვენ და შენ უბაზე მიშას გაუმარჯოს დაიძახე ვერ მიხვდა რა ხდებოდა რას კი იყო მაგრამ ეს იყო მაგარო ჩაერია ეხლა გაჩერე ძორიო და დასხეს ამას კაი გავაგზავნოთ კაი რა თუ კიდე ერთი ისტორიასაც მოგიყვები სვანებს ჯერ მინდა მოვიკითხო ძალიან ბევრი სვანი მეგობარი მყავს და ძალიან მიყვარს ხადია და ხშირად მიწევს ხოლმე სვანეთში ყოფნა და ულამაზესი ადგილი და მიყვარს სვანების იუმორი რა ხო და ჩემ მეგობარი მიყვება ეგეთ რაღაცას რომ ეს არისო რა ტრადიცია არ ვიცი მაგას რამდენად ჩემ თუ არ მომატყუა ესეთი ტრადიცია აქვს ესო რომ ადამიანიო რომ მაგალითად გარდაიცვლებაო ხო ისა მაგალითად სახლში არა და მაგას სხვაგან პირობითად ან რაღაცა დაემართება ესე იგი სადაც გარდაიცვლება იქო ყრიანო დებენ საკვებს საჭმელებს რაღაცა საჭმელებს წესია ხო ესეთი საკო და მამალი მიყავთო რა მამალი მიყავთო და ესე იგი რაცო უყვარს დაო გარდაცვლილსო მამალიო ნაღდად იმას ჭამსო აი მართლაო რა ეხა შენო გინდა ეს და არ გინდა ეს და არ გინდა მართლა იმას ჭამსო და მე იმ ადგილიდან მამალს გაუშვებენ ეს თოქს მოაბამენ რაღაცა და გაუშვებენ და უნდა მივიდეს სახლში რა რომ ეს სული უნდა იმას აქნან მიხვდი სული უნდა მივიდეს სახლში და ეს არის რაღაცა ეს და წესი რომ სულს ესე მიიყვანეს სახლში რაღაცა ძველი ტრადიციაა რა 85-86 წლის ჩვენიო მეგობრის ბაბუა დაიღუპაო რა და ამ კაცს რაღაცა იმპაქტი მოუვიდა ეზოდან დაახლოებით 200 მეტრში 300 მეტრში რა და გარდაიცვალა გარეთ ეზო ხო ეზოს გარეთ რა და ტრადიციის შესაბამისად როგორც შეეფერება ტრადიციას იქ მიიყვანეს მამალი და დადეს ეხა ეს საკვებები რაღაცა და მართლაო იფიცება ყველაფერსო ზუსტადო ისე ხო თქვენს წინასწარ რომ ამ კაცს ეს უყურდა და მრავალფეროვანიო სუფრაო ესე დადესო და მამალი მიუშვეს და ზუსტად ის ჭამაო რა გაოგნებული უყურებდა ზოგი ახლა ვინც სხვებიც იყვნენ არა მარტო ხო იქ რაღაცა და ეს მამალი სახლში ბრუნდება ხო ეს მამალი სახლში ბრუნდება უკვე დამტკიცდა რომ ნამდვილად მისი სულია იმიტომ რომ მართლა ის საკვები ჭამა გამორჩეულად რომელიც უყვარდა და განსხვავებულად და ხალხმა თქვა რომ აი აგი კიდევ ერთი საოცრება თუ არ არის ეს ხო და გამოაბეს აღა მამალს ეს თოგი და გაუშვეს სახლში ხო და ოჯახი ახლა მეუღლე ცოტა იყო ბაბუ 86 წლის იყო და მეუღლე იყო დაახლოებით 70 წლის ახლა ახალგაზრდა რაღაცა 70 წლის ბაბუსთან შედარებით და ახალგაზრდა მეუღლე ყავდაო და წავიდა ახლა ეს მამა 200 მეტრი უნდა იაროს გესმის და უყურებენ ახლა ეს მიდის ეს ახლისგან კაცო ორსო მიდის ესე და მივიდა იმასთანო რა ზაღდა რომ მივიდაო გაჩერდა ეს მამალი რა გაიხედა წინ უყურებს სახლს აქეთ გვერდით სახლია და გააქნია გამოაქნია თავი და გავარდა მეზობელ ქალთან
დაძრებოდა. იქ გამავიარდა ცოლი ეძახის თურმე მკვდარი მაინც მოდის ამშიო კაცო. მიზოლებული მაინც დაბრუნდი უკანოგან. იქ დაძრებოდა. როგორ ჩას? რაღაც ეჭვი არსებობდა და ბაბუ მეზე იგი მამალიო ეს გასო იქით გაიხედა, იქით გამოვიდა. აკი და თავი და გაიცო. კაია. დაძრებოდა სულ მაგარი. გაგიდა მამალმა გაგიდა. კაია. ბოლოს კი ლევან ერთი შენი საფირმო ფრაზა მინდა რომ თქვა, ანუ შენი უნდა დავაპატეცოთ ეს ფრაზა. მშვიდობიანი დამხობა. ხო ის რატო ვიგე? ხო ის მშვიდობე რატო ვიგე? და შემა ვიღაცები ხო ელოდებოდნენ და მე ვთქვი რომ დამხობა თქო და აი ჩუმად არიან. არავინ არ საერთოდ და გავიდა ერთი კვირა ვაგზელებ. და რომ მიხვდე რომ არაფერი არ ხდება, მე სვიმოს დაიწყეს და დამხობა მოსულა. ხო და მე მშვიდობიანი რატო შევიტარე, იცი რომ მაინც ჩვენ ოპოზიციურ ფლანგზეც მაინც რაღაცა ისენი აქვს რა ბიჭო ამ ხელისუფლებას როგორ ჯერ სიტყვა თუ ვერ გავტეხეთ რევოლუცია და სიტყვა თუ ვერ გავტეხეთ დამხობა აბა ივანიშვილს რანაირად გაუშვებ ახლა იმით რომ ჭერლო პეპელატი ვერ გაუშვებ აბა სიტყვა თუ ვერ თქვით ჭერლო საქმეს რანაირად გავაკეთებ კონკრეტ ლევან ძალიან დიდი მადლობა არაჩვეულის საღამო გამოგვივიდა იმედია მადლობა თქვენ იმედია ისე წავა საქმე რომ ჩვენს ქვეყანას შვიდობიანი დამხობას რამენაირად გადავრჩები და რაღაცა დემოკრატიულად მაინც, მაგრამ არ ამჯერა მაინც ხოლმე დემოკრატიის, მაგრამ მაინც იცი რა, იმდენი პოლიტპატიმარი ამასობაში და იმდენი პოლიტიკოსია ციხეში შემდეგ გადასცემაში თუ დაგჭირდი დამეცახე. ვინ უნდა მოიხდა? გამომიხედე. ერთი წლის სტუმრობას მოვილევ. ვინც ხო კიდე თუ ვინმე ყავს მომიყვანა კიდე თუ ჯერჯერობით ზარავალ გამომიხედე თუ ვინმე ყავს კიდე მომიყვანა შეიძლება რომ ერთბაშად მოვილიო და მე რა ვიცი ხალხოდ გადააყოლოს კარგი ძალიან დიდი მადლობა ოღონდ მადლობა თქვენი სტუმარი იყო ბატონ ლევან ხაბეიშვილი ძვირფასო ტელემაყურებელო ამით ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა და შევხვდებით ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში ახლა უნდა წავიდე ამ წამს გავიგე ძვირფასო ტელემაყურებლებო რომ ეკონომიკური ესე გაგმიწერია ეკონომიკური მიღწევებით განცდილი სიხარულის ტანში ჟრუანტელის დავლით გამოწეული თმების ხალხზე დადგომით ვართ მსოფლიოში პირველ ადგილზე და ეს ამბავი უნდა აღნიშნოთ მედალზე მადლობა გადაცემის სპონსორია Village 11. ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11. კორეული ხარისხი PSP-ში. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.